პირველად ვარ აფრიკაში. ძალიან ლამაზი ადგილია. საშინელი სიცხე დაახლოებით 46 გრადუსი. არ დავთანხმდეთ პირველივე ფასზე. ჩვენი შემდეგი კრუიზის დღე არის ტუნისში. აი ასეთი აკლემებია, პირდაპირ მოვიდნენ გემთან. ტრადიციული მუსიკა. პირველად ვარ აფრიკაში. დავჯავშნეთ ექსკურსია პირდაპირ გემზე და ახლა მივდივართ ჩვენს ავტობუსთან. მაინც თავი მოვარიდეთ ცალკესიაროს, იმიტომ რომ აფრიკა და ჯობია უფრო დაცულად ვიყოთ. პლუს გითხრეს, რომ კომენტარი თქვათ რომ შესაძლოა ხურდობა და შეიძლება პოლიციასთან ნაცვლად კონდეს კონტაქტი, მაგის გამო მინდოდა უფრო დაცულად ყოფილიყავ, გადავწყვეტეთ, რომ ექსკურსია თვითონ გემზევე აგვეხო და თავის დაგვერიდებინა სიამოვნო მომენტები. აგრეთვე ის ადგილი, რაც უნდა მოვინახოთ, არის შორს პორტიდან, როგორც მოვიძიეთ ინტერნეტში, ტაქსი ხის 55 евро. ექსკურსიის წევრებისთვის არის ცალკე შესასვლელები. მოკლედ, ყველანაირად გირჩევთ, რომ ექსკურსია აუცილებლად. გემის წინ დგას ამდენი ტურისტული ავტობუსი, რომელიც მიდის სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი ექსკურსიის ავტობუსი არის 17 ნომერი. ბილეთზე გვიწერია ეს წინასწარ, რომელ ავტობუსზე უნდა ავიდეთ, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი ტური იმართება სხვადასხვა მიმართულებით და ამიტომ ეს მომენტი ძალიან მნიშვნელოვანია. ესეც ჩვენი ავტობუსი. ტუნისში შესასვლელად საჭიროა ვიზა, ასე რომ გემზე მოგვიტანეს აი ასეთი შესავსები ფურცლები და წერია რომელი რიცხვიდან შევდივართ. დამიჩნებულია რომ ტრანზიტით ვართ და გასვლისას იყო პასპორტ კონტროლი, სადაც ამ ფურცელზე დაადგეს პეჭედი. ჩვენი პირველი გაჩერება მოვედით ამ ადგილას. ჩვენი სასაფლაო. We are in the topic. One of the enigmatic, mysterious sites to be discovered in Carthage. Simply as I've told you, was it an area, a worshipping place for the Carthaginians to bury with the practicing of cremation of infants who died naturally, or was it an area where they were giving them into sacrifice? შემოვედით ასეთ გამოქვაბულში. აქ ასეთი ლამაზი ხეებია. დილის 9 საათია და უკვე 32 გრადუსია. და როგორც გიდმა გვითხრა, რომ 2 კვირის წინ იყო 47 გრადუსი. და წელს არის ყველაზე ცხელი ზაფხული ბოლო 15 წლის განმავლობაში. ეს არის ჩვენი ავტობუსი. ჩვენი ტური არის historical and cultural tour. End of the 2nd century, we had the Roman Empire crisis, which was the first crisis, political crisis, with rivalries between the different provinces.
when there was even an economic decline was 992. These Roman baths were built earlier than the crisis itself. So they were in use until the earthquake of 388. They were in use for about 350 years. მოვედით ჩვენ შემდეგ გაჩერებასთან. ეს ადგილი ცნობილია თავისი რომაული აბანოებით. The Carthaginians. Now we are in a different side. Forget about what we have already seen this morning in the Tophet. Because the Tophet had another story. The story of infants and worshipping gods and goddesses. ახლა მივდივართ რომაულ აბანოებთან. 8 of them were supporting the roof of the Frigidarium, which was the largest room inside the bath. So there is a pro-Frigidarium, from the Frigidarium to the Caldarium, the room of transition before getting into the steam room, which was the Caldarium. The Romans did not use soap or shampoo. They used the strigil. It was like a curved metal blade by which they were using to remove the dirt from their skin. Roman baths were opened at midday because sometimes it was needed in the morning to heat. აქ არც ერთი ხე არც არაფერი არაა და ისეთი სიცხე არა წარმოუდგენელია გაჩერება. გვითხრეს რომ კიდევ გაგვიმართლა, იმიტომ რომ ორი კვირის წინ არ ვიყავით. ივლისის თვეში ყოფილა ამაზე საშინელი სიცხე დაახლოებით 46 გრადუსი, როცა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ტურისტული ექსკურსიების ჩატარებაც კი. ამ ადგილისთვის ჰქონდა გათვლილი 45 წუთი და ხო ისევ კვლავ მივდივართ ავტობუსისკენ და მივდივართ შემდეგ გაჩერებაზე. აქვე არის საპირფარეშო და კაფე. საერთოდ გიძლიათ იყიდოთ წყალი ან რამე ცივი სასმელი. მიუხედავად ასეთი სიცხისა, ძალიან ბევრი ტურისტია და ახალი ტურისტული ავტობუსები მოდის. ტურისტებით ნახეთ რამხელა რიგია. ეს ადგილი ძალიან პოპულარულია ტუნისში. აქ იდება ასეთი სუვენირები. 1 euro, 1 dinar, 1 dinar, madam. Berber, I have this one, like for you. 5 dinars. So many of them preferred to leave Spain. They went to Algeria, Morocco. 80,000 of them came to Tunisia. So from this part where we are driving now, you can see the architectural design of white and blue. Blue for windows and doors. This theme or this topic was introduced in the 1920s. Most of them are selling the same items, souvenirs and handicrafts, leatherware, textile, fabrics. They are selling pottery. The pottery is made of the local clay, molded, shaped, dried in the sun, fired, then painted using natural colors. ჩვენი შემდეგი გაჩერება არის სიდი ბუსაი. აქ არის სახლები, ლურჯი კარებით და ფანჩხებით, როგორც სანტორინში. ახლა მიყობით ვიც უნდა განახოს გადმოსახედი, ხედია ძალიან ლამაზი გვითხრა. და შემდეგ გვაქვს თავისუფალი დრო, დაახლოებით 1 საათი. შეგვიძლია მოვინახოთ, დავათვალიეროთ, სურათები გადავიღოთ და მივირთვათ ლოკალური საჭმელები და ასევე ტკბილეული და დონატის მსგავსი კეიქი. ყველაფერი ძალიან ფერადია, ძალიან ბევრი ფერია ერთად და გიდმა გვითხრა, რომ იყენებენ მხოლოდ ნატურალურ სახებავებს.
და შეგვიძლია შევაჭრება. არ დავთანხმდეთ პირველივე ფასზე, იმიტომ რომ ეს იქნება მაღალი და შეიძლება განახერებული და გამეოთხედებულ ფასადაც ვიყიდოთ ძალიან კარგი ნივთები. ახლა ავდივართ ესეთი ასასვლელით, ცოტა რთულია სასვლელია გითხრა, იმიტომ რომ დაცერავებულია და ცოტა ფეხი სრიალებს, მაგრამ თუ კარგი ხედია, ნამდვილად ღირს, რომ რამოდენიმე წუთი ვიწვალოთ და ეს ხედი ვნახოთ. Bus 17. ძალიან ლამაზი ადგილია. შევდივართ ადგილობრივ მახაზიაში. ახლა დავდივართ ცენტრალურ ქუჩაზე, სადაც არის ძალიან ბევრი სუვენირის მაღაზია და ძალიან ბევრი ტურისტი. ესა ბამბალუნი. ბამბალუნი. Aquí იდება ლოკალური სუვენირები. რა ლამაზი. ძალიან ლამაზი ადგილია, თუმცა მინდა აღნიშნო, რომ ამ ადგილისთვის მინიმუმ 3-4 საათია საჭირო. ჩვენ კი მხოლოდ 1 საათი გქონდა და ძალიან ცოტა, იმიტომ რომ იმდენი ლამაზი ადგილია და იმდენად ხალხმრავალი აქცია, უბრალოდ ვერ ახერხებ ფოტოების და ვიდეოების გადაღებას. და თუ თქვენ წამოხვალთ, სხვა შემთხვევაში ექსკურსიის გარდა მაგალითად ტაქსით, გაითვალისწინეთ, რომ მინიმუმ 3 საათი ამ ადგილას დაგჭირდებათ. აქვე არის ცნობილი კაფე, დონატების მსგავსი ქეიქები, რომელიც არის აქაური ტრადიციული და არის ძალიან გემრიელი და გვირჩიოს რომ გაგვესინჯა. შემომეყიდა ჩანთები, უпроსად შემომაყიდეს. ერთის ნაცვლად 2, ეს და ულამაზესი წითელი ჩანთა და გითხრა რომ ეს არის სიმბოლიკა ტუნისის გზზე. ძალიან კარგი ხარისხია მართლა და რაღაცნაირად ალბათ მთელი ცხოვრება დამრჩება სამახსოვროდ. ყველაზე მეტად მიყვარს რაღაცების წაღება და შემდეგ რომ გამოიყენო. ახლა ისევ უკან ავტობუსისკენ მივდივართ. უკვე 10 წუთი აკლია. ესეთი რაღაც მოყვანილია. კარებიც კაია. How much price is it?
ასე დამთავრდა ჩვენი ექსკურსია ტუნისში. ძალიან მაგვეწანა. ძალიან ცხელა. მაგრამ CD ბუსაიმში თუ იქნებოდა 2 საათი, გაცილებით უკეთესი იქნებოდა. მაგრამ საერთო ჯამში ძალიან მაგარი ადგილია და ძალიან მაგვეწანა. მაგარია რომ მოეცა ის საშუალება რომ მასიური მხარეც გვენახა, მაგრამ ძალიან განსხვავებულია. მართალია სანტორინივის სისფერი სახლებია, თუმცა არაბული კულტურა მაინც სხვანაირად იგრძნობოდა. აქაც სპორტის ტერმინალში კი იყიდება სუვენირები და აქვე აკეთებენ ადგილობრივ სუვენირებს. ტრადიციული თერჩები. ასეთი სპორტის ტერმინალი შეჯიბრებით არცად არის. აქ ზერია გემბლი, სადაც არის და აქ არის ჯიჯიტრი. სიცხეში ალბათ 40 გრადუსი იქნება. საშინელი სიცხეა. აქ დგანან ადგილობრივები და შეგვიძლია ჩიტთან გადავიღოთ სურათი. და აკლემებით გასეირნებად შეიძლება. ეს კი ჩვენი უზარმაზარი გემი. აკლემების და ტუნისის ფონზე. ასევე უკრავენ ტრადიციულ მუსიკას ბარაბანებზე. ტოვებ ტუნის და ჩვენი გემი მიდის ისევ იტალიაში. ახლა მივდივართ სიცილიის კუნძულზე, ქალაქ პალერმოში. გარედან კი ასეთი ულამაზესი ხედია. ახლა ისევ მივდივართ საჰამოს შოუზე, თეატრში. და დღეს გადიარე ყველაფერი თეთრებში. Всё, давайте, пока. ეს არის White Party და რეკომენდებულია რა ყველამ ჩაისვას თეთრი პერი. უმეტესობამ შეასრულა ეს პირობა, მაგრამ რა თქმა უნდა ვიღაცები არიან, ვინც თეთრში არაა. მოვედით თეატრში. პერსონალიც კი თეთრშია. ლა Leaving, dead, decided. When you're in
This is the day when I set all my doubts and demons on their way. Every endeavor I have made ever, it's coming into play. It's here now, today. This is the moment, my final test. This stays the fighter, I never reconcile. Oh, man, I won't look down, I must know. This is the moment, the greatest moment, moment, moment. You don't know where to go to, and to go where passion feeds. Putting on the rinse. Different sets where I think fits with stripes, cut away, perfect fits. არ მეძინება საერთოდ. როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი შოუ იყო და ველოდებით ხვალინდელ დღეს. შეიძლება მიგვეცვა გადაწყვეტის რომ დაესრულებინა შუბლების სიმღერით, რომელიც მსოფლიოს ეძღვნება და იყო ძალიან მაგარი, რომ ისეც გაითვალისწინეს, რომ სტაფსაც თეთრები ეცვა და რა იყო ძალიან მაგარი საღამო.